მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. ეს დღეებია სულ ფიქრობდი ერთ საკითხზე რა და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ. ეს ეხება მკვლელობის საკითხს ბიბლიაში. ანუ ლევიანთა წიგნის 24 თავში მე-17 მუხლში კითხულობთ ასეთ რამეს. ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. იესო ქრისტეს ახარებაში არაფერს არ ამბობს ამის შესახებ. ის უთანაგზნობს პირიქით რომაელებს და რწმენა შეუქო ადამიანები, რომლებიც ხოცავდნენ, დავიწროებდნენ ებრაელებს. იესო მათ რწმენა შეუქო. არაფერი არ უთქვა იესოს ამ მუხლის შესახებ, რომ ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს. ეხლა ეს ვიდეოები გავრცელდა ბერი ნიკოლოზზე, ხო, ძირითადად ამის შესახებ წერ ხოლმე ვიდეოებს ბერი ნიკოლოზის რევლისთვის და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც არაფასებენ ამ ბერის ნაწერებს, თუ რატომ დაწვერა არ იკვლევენ ამას და უშეცდომოდა როგორც თვითონ ამბობენ უცოდველი ამ ქვეყანაზე არავინ არ არის. მაშინ როგორ ამბობს პეტრე მოციქული, რომ ქრისტე მოგცა ჩვენ მაგალითი, რომ მის კვალზე გვევლო. თუ შეუძლებელია უცოდველ გზაზე სიარული, რადგან ჩვენ ფაქტიურად პოტენციური შემცოდეები ვართ, მაშინ არც დანაპირები არსებობს, არც მაგალითი არსებობს, არც კვალი არ არსებობს. ყვილად მოსულა ქრისტე. ფაქტის სახეზე არის, რომ ქრისტე არაფასებს ცნობიერებით ადამიანი რას იტყვის, რას იქადაგებს და რას ასწავლის. იმიტომ რომ ადამიანის გონება არის ცდომილებაში. აი შეიძლება დღეს მართლმადიდებელი ხალხი ხვალე კრიშნაიდი გახდა. დღეს შეიძლება თქვათ მუსლიმანი იყო, ხვალე ქრისტე მიიღო, ან პირიქით ქრისტიანი იყო და მუსლიმანი გახდა. ეგ ბევრი შემთხვევებია. კათოლიკურ ეკლესიაშიც მოხდა ეგეთი ფაქტები, რომ კათოლიკე ქრისტიანები მუსლიმანები გახდნენ. ასე რომ მე მაქვს ახლა ესეთი შეკითხვა. თუ ბერი ნიკოლოზი მოკლული არის და სხვა ახსნა ამას არ აქვს, იმიტომ რომ ჩემი აზრით, მარტო ჩემი აზრი არ არის ეს. ანუ რაღაცა ბუნდონებით არის მოცული ეს საქმე, ბერი ნიკოლოზის საქმე. ძალიან ბუნდონებით არის მოცული და აბრალებენ, რომ ესე დამთხევ არ შეიძლება, რომ თუ აქამდე კაცი ცუდად იყო და ვერ დადიოდა, რას აკეთებდა, ან საპატრიარქო, ან მთავრობა, ან თვითონ მაგის იმრევლი, თუ შეატყეს, რომ ეს კაცი ცუდად იყო. ან ის მოწმესად არის, ვინც ამ ნიკოლოზის ოთახიდან გამოსული მომწამლავი აირით გახდა ცუდად. გაჩვენებულია ყველაფერი დადუმებული არის. ან ის 11 დღე როგორც ის ბიჭი ამბობს, სად იყო ეს ხალხი, თუ ის კაცი არ გამოდიოდა ოთახიდან და დიდი ხანია უკვე 11 დღე, ძალიან დიდი დღე არის, უკვე ეჭვებს ბადებს, რომ კაცი არ გამოდის ოთახიდან და ესენი წყნარად ზიან და ელოდებიან რას? რაც შეეხება იმ ბრალდებას ახლა, რომ ბერი ნიკოლოზიო თავს ბუნებით ღმერთს უწოდებდაო. კლიმენტი რომაელის რაწიგნეულში არის, პირდაპირ წერია, შემიძლია რომ აქ მე კომენტარებში ჩავაგდო და განახოდო. პირდაპირ ამბობს, რომ ეპისკოპოსებიო თქვენთვისო არიანო მიწიერი ღმერთებიო. მადლით ღმერთები კი არ არიანო, მიწიერი ღმერთები არიან. ასე რომ ადამიანი თუ თავს ბუნებით ღმერთს უწოდებდა, რა თქმა უნდა, უზენაესის შვილი, ყველანი უზენაესის შვილები ღმერთები არიან და ეს არ არის მადლით ღმერთობა, ეს არის უბრალოდ ბუნებით განხრთობა. იმიტომ რომ ღვთაებრივი ბუნება არ სწოდავს და ღვთაებრივი ბუნება არ შეიძლება იყოს მადლით ღვთაებრივი. მაშინ ესე ანგელოზებიც მადლით ღვთაებრივები არიან? მაშინ როგორ აქვთ ისეთი ძალაუფლება, როგორც მამას აქვს? ხო? როგორც წმინდანები ამბობენ, ღმერთის შეერთებული ღმერთებთან და ცნობილი მათგან. ასკეტი მამები ამბობენ. ასე რომ ჩდება უკვე კითხვის ნიშნის საკითხი და ეჭქვეშ რა. თუ იესო ქრისტე იეჰოვა ღმერთი არის და ძველი აღთქმის ღმერთი არის, მაშინ რატო არ ითხოვს კანონის დაცვას, რომელიც აქ წერია?
რომელიც წაგიკითხეთ, ხო? ადამიანის კვლელი უნდა მოკვდეს. სად არის ამის ამასრულებელი პირობა? თუ ის არ არღვევდა, ჯოლდა არ დაურღვევდა, არ გაუქმებია და დატოვა ეს. მაშინ ესეც ძალაში უნდა იყოს. თუ ადამიანს კლავ, მაშინ ის ადამიანის კვლელიც უნდა მოკვდეს. ეს არის ღვთაებრივი კანონზომიერება, ღვთაებრივი სამართალი. თუ ბერინდიკოლოზი მოკლულია, ის ადამიანებიც უნდა მოკვდნენ, ვინც ბერინდიკოლოზის სიკვდილში იღებენ მონაწილეობას. ეს არის დაუწერელი კანონი, ღვთის კანონი არის. ეს უნდა აღსრულდეს. და თუ იმ ხელით არ აღსრულდება, ვინც ნიკოლოზის მრევლია და მიმდევარი არის, მაშინ სხვისი ხელით აღასრულებს ღმერთი ამას, თავის სიტყვას არ გადავა. რადგან ჭეშმარიტებაა, ხო იძახით რომ ჭეშმარიტებაა. ღვთის სიტყვაა ბიბლია, ხო და ამ ღვთის სიტყვაში გიწერიათ რომ ადამიანის კვლელი უნდა მოკვდეს. და ეჭვი კი არ არის ეს რომ მამა ნიკოლოზი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. არავინ არ იცის ბერინდიკოლოზი როგორ გარდაიცვალა. მაგრამ ფაქტის სახელზე არის რომ ის არის მოკლული. მოკლული არის. 11 დღე გავიდა კაცი არ გამოდის ოთახიდან და არავინ ნერვებს არ იტოკებს, არავის არ აწუხებს მისი მდგომარეობა იქ რა მდგომარეობაში არის. თან მით უმეტეს კაცი ითხოვდა სხვა ბინაში გადასვლას და როგორც ვიდეოებიდან ჩანს, ეგრე არის, ხო? სხვა ოთახში გადასვლას ითხოვდა, რომ რაღაცას ვერ ეგრძნოდა თავს იმ ოთახში. კარგად. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ თუ ვერ ეგრძნოდა გამოსულიყო მაშინ და სხვაგან გადასულიყო, როგორც ამბობენ, რომ ბერი ოთახებს და ქიდით იცვლიდა ბინებს. ძალიან საეჭვო ვითარებაში არის ეს ამბავი რა მოხდარი და თვითონ ეს ბერის მოქმედებაც არის გაურკვეველი. თუ თავს გზნობს შეუძლოთ, ნებისმიერ მომენტში შეეძლო დაეწერა რომ ცუდად ვარ და მიშველეთ. და ექიმის გამოძახების ან არ შეშების ან შეშების საკითხიც გადაწყდებოდა. იტყოდა რომ ცუდად ვარ, მომხედეთ. და მიწვდებოდა ხალხი და მიხედავდა, რას ქვია, ექიმს არ შეუშვებდნენ, კურთხევას არ შეასრულებდნენ. ბერს რო ეთქვა. დავინებიც მოკლავენ ისინიც უნდა მოიკრან და ასე შემდეგ. ხო, ეგრე არის. აქ იმაზე არ საუბრობ. მამუკრო, სისხლის და თვალის. ამაზე არ არის საუბარი. ეს იესომ კარგად ახსნა რომ მტრებიც გიყვარდეთო და მტრის სიყვარული ჩანს კიდევაც, როდესაც ჯვარზე ლოცულობს და თავის მკვლელებისთვის და ეს არის პრობლემა, რომ თუ იესო ქრისტე თავის მკვლელებისთვის ჯვარზე ლოცულობს, მაშინ იაჰოვას კანონს ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ძველი აღთქმის კანონის მიხედვით თუ ეს ჭეშმარიტებაა და ღვთის სიტყვა თვლით, აუცილებლად უნდა დასჯილიყვნენ იესო ქრისტეს მკვლელებიც, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ჯვარზე, ბრალი ვერ იპოვეს. მართალი ადამიანი მოკლეს. და თუ ბრალს უპოვიდნენ, მაშინ ის მართალი აღარ იქნებოდა. ხო და ერთხელ კითხე ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი იყო გამომძიებელი რა და ზუსტად ეს საკითხი დაუსვი 1 წლის უკან. ბიბლიაში ასეთ წერია მეთქი, რომ ადამიანის კვლელი უნდა მოკვდეს. და ვეღარ აიტანა ჩემთან ისე ხა ის ხო არის გაპრავება რაღაცები, იციან ხოლმე რაღაცა, აბა რატო იჭერ ადამიანს თუ იცი რომ სიკვდილს იმსახურებს, რატო ანიჭერ თავისუფლებას და რატო ცდილობ კვლელის ხელის დაფარვას. არის ეგეთი შემთხვევებიც ხო, რამდენი კვლელი არის გამოსული გარეთ და დადის ისე რომ პასუხისგებლობაში არ ჩავარდენა, გამოუშვეს და დადიან ის კვლელები გარეთ. ვითომაც არაფერი. არა და წერილი უნდა აღსრულდეს, ადამიანის კვლელი უნდა მოკვდეს. თვითონ იესოს სიტყვებსაც გავიხსენებთ, როდესაც ამბობს რომ მახვილის ამღვევი მახვილით მოკვდებოდა, პეტრეს არ მოუწონა მახვილით მალქოლზას ყურის ჩამოწრა. არამედ ყურის შეუმთელა. ანუ იესო არ მოსულა ადამიანების მოსაკლავად. რომ შური ეძია საკუთარი კვლელებისთვის. მამაზე ცდილობს რომ აპატიე მამაო არ იციან რას ჩადიან. როგორ არის ოდენ რას ჩადიოდნენ, წერილში არ ეწერათ რომ უნდა მოეკლე და მესამე დღე სამდგარიყო, მესია წოდებით უნდა მომხდარიყო, ესე იგი კი არ იცოდნენ რასაც აკეთებდნენ, მაგრამ რატო ეუბნება არ იციანო. თუ კი მათ წერილში ეწერა რომ მომხდარიყო, ესე იგი არ ეწერა. თორე რომ წერილიყო ხო არ მოკლავდნენ. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ შეეცნოთო ქრისტეს ვინაობაო ამ ქვეყნის სულსაო და მე ღვთისმთავრებს, მაშინ არ მოკლავდნენ დედის მეუფე ჯვარს აღარ აცნობდნენ. ანუ ჯვარცმის აუცილებლობასაც გამორიცხავს. პავლე თითქოს ისე საუბრობს. ასევე იქ არის ერთ-ერთი პასაჟი, მაგალითად ავაზაკი რო ევედრება ჯვარზე მომიხსენე უფალო, როდესაც მიხვალ შენ 60-შეო, ხო? და დღესვე ჩემთან იქნებიო. ეს პროცესი სიტყვით უკვე თქვა შესრულდა და ავაზაკი უკვე იმ წუთასვე ცხონდა, ანუ შევიდა 60-ში. და არა ქრისტეს დაღლვის სისხლის მერე.
ანაც ქრისტეს სიკვდილის მერე შევიდა. ქრისტეს სიკვდილამდე უკვე ის გადავიდა სიკვდილის სიცოცხლეში, როგორც მართას ეუბნება, ხო, მართას და მარიამთან საუბრისას. ვისაც ჭამს ჩემი ის უკვე გადასულია სიკვდილის სიცოცხლეში. გამარჯობათ. აი ეს ამ მუხლმა დამაფიქრა რა და კიდე მეორე მუხლი არის ესეთი საკითხი, ვინც ამბობს, რომ იესო ქრისტე არის ძველი აღთქმის ღმერთი და იეჰოვა იესო არისო, ვინც იძახია. კლიმენტი რომანის 8 წიგნეულში კითხულობთ წვერის საკითხზე. აი მე წავიკითხავ ახლა რა წერია. და შემდგომ ტურინის უდარაზეც ვისაუბრებ. წმინდა კლიმენტი რომანი მოციქულ დადგენილებები წიგნი პირველი ნაწილი მეორე. ცნებები ადამიანებისთვის. ჩვენი თავის მორთულობის და იქიდან წარმოსშობილი ცოდვის შესახებ. აი რას წერს ის. ბერძნული ორიგინალიც მაგდართული. ამგვარად, ნუ მივცემთ თმას ზედმეტად გაგრძელების უფლებას. თმა არ უნდა იყოს ხრებს ქვევით. ანუ ეს კოწოლები უნდა დაიტოვო, მაგრამ ამის ქვევით უკვე არ შეიძლება. ხო, ეხლა რო არ არის იახვე, იესო მაგას ხსნი, რომ ძველი აღთქმის ღმერთი არ არის ჩვენი ღმერთი. იესო ქრისტე. მარტივი მიზეზით, რომ ეს ტურინის უდარას გაყალბებული არის. ნუ მოკლედ ტურინის უდარაზე ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს აქვს გრძელი კულულები, დაახლოებით ხრებამდე ჩამოსული. მოგესალმებით. ხოლო მოციქული დადგენილებაში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ. ეს არის პეტრეს ხელდასხმული მემკვიდრე კლიმენტი რომაელი. პეტრე მოციქულის შემდეგ რომის ეკლესიას მართავდა წმინდა კლიმენტი რომაელი. ის ამბობს ასეთ რამეს. ამგვარად ნუ მისცემთ თმას ზედმეტად გაგრძელების უფლებას, არამედ მოკლედ შეიჭერით. თხრად შეიჭერით, ხედავთ? რათა თმის კარგად დავარცხნით და გრძელად ტარებით და ზედზე ცხებით არ მოხდეთ მახეში მოქცეულ და მიმზიდველ ქალებში. ნუ ჩაიცვამთ ზედმეტად ელეგანტურ დასაცმელს, ვინმეს მოსახიბრავად, ნურც ბოროტი ეშმაკობით ჩაიცვამთ ზედმეტ ელეგანტურ წინდებს ან ფეხსაცმელებს, არამედ მხოლოდ ისეთებს, რომლებიც შეესაბამება წესიერებას და სარგებლიანობას. ანუ ფუშფუშა დასაცმელით ნუ შეიმოსებითო და ზედმეტად ნუ მოირთავთო თავს. ეს მარტო მღვდლებს კი არ მიმართავს, ერისკაცებს კი არ მიმართავს, სასულიერო პირებსაც მიმართავს. ამის ნათელი მაგალითია წმინდა ეპიფანე კვიპრელის ნაშრომი აპოლოგია ამ თემასთან დაკავშირებით, იმასაც წავიკითხავ. ეს დავამთავრო. ნურც ოქროს ბეჭედს გაიკეთებ თითებზე, რადგან ყველა ეს სამკაული გარყვნილების ნიშანია, რომელზეც თუ უზდერად იზრუნებთ, ასე არ მოიქცევით ისე, როგორც კარგ ადამიანს შეეფერება, რადგან შენთვის მოწმენისთვის და ღვთისკაცისთვის არ არის კანონიერი, რომ თმას გახანგრძლივებდე, ანუ დავარცხნო, იშლიდეო რა, არც გზად არ გაშალო, არ გაბერო, არ გახადო ლამაზი დავარცხნით და დახვეწით და ბრძნივარებით. გარდა ამისა, კანონი გიკრძალავს თავის გადაპარსვას და წვერის გაპარსვას. არც კაცებს შეუძლიათ თმის გაფუჭება და მამაკაცის სახის არაბუნებრივად შესვლა, რადგან ჯული ამბობს, არა განირყუნეთ პირით წვერთა თქვენთან. აი ამაზეა საუბარი. არა განირყუნეთ, არ უნდა მოიპარსო წვერი. არ უნდა არც შეიკრიჭო, ეს უნდა მოუშვო. ეს არის ლევინათა წიგნის 19 თავის 27-ში მოხდა. არა განირყუნეთ წვერთა თქვენთან, პირით წვერთა თქვენთან. რადგან შემოქმედმა ღმერთმა ეს ქალებისთვის შექმნა. წესიერი, მაგრამ მამაკაცებისთვის შეუფერებლად დაადგინა წვერის გაპარსვა. მაგრამ თუ ამას მამაკაცების სამებრად აკეთებ, ჯულის საწინააღმდეგოდ ღვთისთვის საძაგელი იქნები, რომელმაც საკუთარი ხატად შეგექმნა. ამიტომ თუ გსურთ, რომ ღვთისთვის მოსახები იყოთ, თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც მას ძურს და ნუ გააკეთებთ იმას, რაც მისთვის არ არის სასიამოვნო. ესე იგი, წვერის გაკრეჭვა, არა მარტო გაკრეჭვა, არამედ წვერის დაბოლოების მოპარსვაც, ანუ მოკრეჭვაც კი არის კანონის დარღვევა ძველი აღთქმის ტრადიციის მიხედვით, მოციქული დადგენილების მიხედვით. და იესო ქრისტეს ხატებზე წვერიც აქვს გაკრეჭილი, ლამაზად შეკრეჭილი და თმაც აქვს მუშებული, რაც ჯულის კანონის აშკარა დარღვევაა და იეხვეს კანონებს ეწინააღმდეგება. ანუ როგორ შეიძლება იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ასწავლიდეს ჯულის დაცვას და ამავდროულად თვითონ არ ღვდეს იმ ჯულს, რა ჯულიც მისცა თავის მოწაფეებს. ეს ხო აბსურდია. ასე რომ ტურინის სუდარ არის ყალბი. პალესტინაში არ ყოფილა მაცხოვრის საფლავი. კელიოს მცხეთელი პალესტინაში როგორ ჩავიდოდა 2 დღეში და იქიდან კვარს როგორ ჩამოიტანა, ან ვინ გააგებინებდა რომ იესო ქრისტე მოკვდა პალესტინაში. ამხელა გზა არის, ხო? ეხლა წავიკითხოთ კლიმენტი წმინდა ეპიფანე კვიპრელის ნაშრომი, სადაც ის წერს ასეთ რამეს. არც წმინდა ეპიფანე კვიპრელი, არც სამღვდელოებას და არც ერისკაცს უფლებას
არაძლევდა ეტარებინათ გრძელი თმები, რადგან მათ მეძავებს ადარებდა. აი რას წერს ის. რა შეიძლება ამაზე უარესი იყოს, წვერი მამაკაცობრივი სიმბოლო შეიკვეცო. თავზე კი თმა მოიზარდო. წვერის შესახებ მოციქულთა დადგენილებები განაწესებენ, რომ არავინ წვერი არ უნდა შეიკვეცოს. მაგრამ არც თმა არ უნდა მოიზარდოს მეძავთა მსგავსად და სიმართლის სახით არავინ მიეცეს ამ პარტავნებას. ეს არის ტორენიე მეხუთე ტომი, თავი მეშვიდე, გვერდი 302, 1880 წელს გამოცემული. ეპიფანე კვიპრელის ნაშრომი არის. ასევე ღირსი ნიკონ ჩერნოგორელიც ამის შესახებ წერს, რომ ერეტიკოსთა მომხელებათა ხვდებაში დიდი ეპიფანე ევტიხელთა მწვალებლობაზე, რომელსაც ზოგან ჩვენი ძმებიც მისცემია, წერს, რომ მათი ბერები თავს იწონებენო დედაკაცურად მოშებული თმებით და არღვევენ მოციქულის ცნებას, რომლის თანახმად მამაკაცმა თმა არ უნდა მოუშვას, რადგან ხატია და დიდება ღვთისა. ჩვენ ასეთი ჩვეულება არ აგვაქვს და არც ეკლესიას ღვთისაო. სირცხვილია მამაკაცზე გრძელი თმის ტარება, აი მეუფეები და ბერები რო დადიან ხო გრძელი თმენ და ტაჯიკიკინები რო აქვს. ეს არის დარღვევა სამოციქულო სწავლების. ასე რომ თუ იესო ქრისტე იეჰოვა არის, იესო ქრისტე არ დარღვევდა იმ ჯულს, რასაც ის თვითონ იახვე აწესებს. ზედ აღთქმაში, რომ წვერი არ უნდა მოიკრიჭო და თმა არ უნდა გაიზარდო დედაკაცის მსგავსად. ეს ორი მაგალითი, რომ იესო ქრისტე არ არის ძველი აღთქმის ღმერთი. აქედან მტკიცდება ეს. ნუ მოკლედ სახარებაში არ წერია არსად, რომ ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს, იესო ქრისტე ამაზე არაფერს არ ლაპარაკობს. და თუ ეს სამართლიანობა და ღვთის სიტყვა არის, ხო, მაშინ უნდა ახსოვდეს. აი ამაზე ამის თქმა მინდოდა მოკლედ რა ვიცი, ეხლა თქვენ გაანალიზეთ და იფიქრეთ, როგორ დასრულდება ეს სიტუაცია და რა როგორ მოხდება. ხო, კიდე ერთ რამეს დავამატებდი, ეხლა გავრცელდა მამა ნიკოლოზის ჩანაწერები ბიზას ჭადრაკზე თუ რაღაცა პატრიარქზე რო საუბრობს და ეს როგორ შეიძლება ღვთისმიერმა ადამიანმა დაწეროს, ბიგნაძე რო საუბრობს, ეს არ შეიძლება ღვთისმიერმა ადამიანმა დაწეროსო. შენ ჯერ აიცი ღვთისმიერი ადამიანი რას დაწერს და როგორ დაწერს. შენი დონემდე ხარ ეს შეაფასო ადამიანში რა არის ღვთისმიერი და რა არ არის ღვთისმიერი. მეორეც ერთი ასე საჯაროდ გამოსვა და გასაჯაროება პეტრი ნიკოლოზის ჩანაწერების, რაც შეაშიჭდება სახალხოდ გაზიარება, როდესაც ის წიგნები ისედაც ვრცელდება. შენ რატო უკეთებ ამას ანტირეკლამას, რომ აი ნახეთ რასაც წერს და როგორ შეიძლება ეს ადამიანი კი უფლება გამოხატო შენი აზრი, მაგრამ არ დაფიქრებულ ხართ, რომ ის რასაც პეტრი ნიკოლოზი წერს, იგივე სიძახდა წმინდა ბასილ დიდიც. თავის ჰომილიაში აქ ნათქვამს რაღაცა. მე ქალწულების მამას მეძახიდო და თქვენ არ იცით მე ძილში რა დაცემები მაქვს. და რა ასე თქვა ეპიზოდებს ხედავ. რომ მოგიყვეთ, გული შეგიწუხდება და ნამდვილად აღარ მაღიარებდო მე ქალწულების მამათო. ძილში ქალებთანაც არის მრუშობა, დედასთანაც არის მრუშობა, ესეთი რაღაცები ხდება. მე მომისმენი ახსენება ბერებისგან. და რამოდენიმე ადამიანისგან, რომ ძილში ქონიათ დედასთან ინტიმური კავშირი. და ამაზე საჯაროდ არავინ არ საუბრობდა. იმ კაცმა ჰაერზე კი არ დაწერა და კი ბილწი აზრებით კი არ მოიგონა ეს კაცი. ხდება ესეთი რაღაც. ბევრი ამას მალავს, მაგრამ გულწრფელად ვინც აღიარებს, ის წერს კიდევ. რა დარწმუნებულები ხართ, რომ ბერმა ეს არ ნახა, არ განიცადა. თუ მამათაურებს გიკვირთ ახლა ეკლესიაში ბავშვს ხელი ჩაუყო მგელმა, ის რატო გაგიკვირდებათ, რომ ამ მოვლენებზე საუბრობს პეტრი ნიკოლოზი თავის წიგნში. რატო არის ეს თქვენთვის ცუდი და მიუღებელი? იმან გაამჟღავნა ის, რაც მასში დაინახა ის. ცუდია თუ კარგი, ამ შეიძლება გულწრფელად აღიარა. რამდენიმე ადამიანი კი ამას გულწრფელად არც აღიარებს. რაც არ უნდა მოხდეს, ცოცხალი თავით ამას არ აღიარებს, რომ ეს ნამდვილად ნახა ძილში. ის ხო არ გაუკეთებია, ეს ამ ცოდვაში ფეხი ხო არ ჩაუდგია. ანუ ეს ხო არ ყოფილა ცოდვის თანამონაწილე. მან უბრალოდ რაც განიცადა იმ ძილში დაცემა თუ რაც ქვია ეს უწმინდურება თუ რასაც იძახით, ხო? გულწრფელად აღიარა, რომ ეს დაემართა და დაწერა თავის წიგნში. ცუდის სიტყვებით გამოხატა ეს თუ სხვანაირად უნდა გამოეხატა, რაც რეალობაში ჩვენ ვიყენებ და რასაც სამედიცინო ენაზე საუბრობთ, იმენით გამოხატა ის, რაც თავად განიცადა იმ ძილში და იმ დაცემაში, რაც ჰქონდა სულიერ მდგომარეობაში. ხო, რეალური მოვლენები უყვეთ, რომ მამათაურობა არის ეკლესიაში და მას ვეღარ მალავენ, ხო უკვე თვითონაც აღიარებენ, ხო აბა ჟოზეფინას ვინ არის ცნობს, როგორ არა ვიცნობთ და არ გიტყდება მეთქი, შენ მეთქი, მამაო მეთქი, რომ ხდელი ხარ მეთქი და შენს ეკლესიაში მოქმედი ეპისკოპოსი ამ ცოდვის ბრალდებით არის ხილებული და ისევ ეპისკოპოსის ხარისხში.
და მე რა შუაში ვარ, რატო უნდა მწვენოდეს? უნდა გწვენოდეს მეთქი, იმიტომ რომ ერთმა უწმიდულმა დანარჩენი წმინდა ისინი გასვლა, ხო? წმინდა ადამიანების და რა თქმა უნდა, პავლე ამბობს, რომ თქვენ შორის თუ კრავდებურად არის მებრუშე მამათმავალი, მოიშორეთ ესეთი თავიდან და აღარ იხსენებოდეთ თქვენ შორის მრუშება, მამათმავლობა და ეს სიძვა და რაღაცა. უფიცობისგან მოწოდება, ხო, იმიტომ რომ ეხლა გქონდათ ჩვენ ამაზე საუბარი ჩვენს სემინარში ჯგუფებთან, კაი საუბრები გქონდა ორი დღე საუბრობთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. პირდაპირ არის მოწოდება, რომ ის ვინც მოინათლა ქრისტეს სინათლეში, ვალდებული აღარ აკეთოს ცოდვა. რადგანაც მან მიატოვა ცოდვის კეთება და გახდა ღმერთი მამის მემკვიდრე და მისი ძის თანამემკვიდრე. კლიმენტი რომაელის 8 წიგნაურშია მოციქულთა დადგენილებებში. ასე რომ ის ვინც სინათლება ვალდებული არის, რომ აღარ აკეთოს ცოდვა. არ დაუბრუნდეს ცოდვას. ეს იმას ანიშნავს, რომ ის პოტენციური შემცოდე არ არის და არ შეიძლება დაიცეს. როგორც ესენი განმარტავენ, ალბათ ცოდვილები ვართ. უბრალოდ ადამიანი, რომელიც ქრისტეს სინათლეში არის, ის ვალდებული არის. მიატოვა ცოდვის კეთება, ვალდებული არის და თუ აკეთებს, ის აღარ ითვლება ავტომატურად ქრისტეს ძმად და ღმერთის მამის მემკვიდრედ. ის ითვლება ეშმაკის შვილად. ანუ სამოციქულო პრაქტიკა არ ამბობს, რომ დარჩე ცოდვაში, ან ჩაიდინო ცოდვა და გამოსწორდე, არა. სამოციქულო პრაქტიკა ამბობს, რომ მოინათლე ავტომატურად შენ აღარ უბრუნდები ცოდვას. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლია შეცდომა, არამედ იმიტომ, რომ ვალდებული ხარ, ვალდებულებას ხარ პასუხისგებლობას, რომ არ ჩაიდინო ცოდვა. არ დაუბრუნდე ცოდვის კეთებას. ვალდებული აღარ აკეთოს ცოდვა. იმის თქმა მინდოდა კითხვები დამიწერეთ თუ რამე გაქვთ. მიტაპირ ამბობს კლიმენტი რომაელი, რომ ის ვინც მოინათლა ქრისტეში, მიატოვა ცოდვის კეთება. მიატოვა ცოდვის კეთება ეს ძალიან ამაღალი განაცხადი არის. ვალდებული არის, რომ აღარ აკეთოს ცოდვა. რადგან თუ ვინც ცოდავს და ყველა ცოდის მონაა, იოანეს სახარების მერვე თავის 34 მოხლის თანახმად, მაშინ ვინ არის, ვინც თავისუფალია ცოდვისგან. თავისუფალი ცოდვისგან ნიშნავს, რომ ის აღარ ცოდავს. რომაელების 6:22-ის თანახმად, 6 თავის 22 მოხლის თანახმად. ცოდვისგან თავისუფალი თუ კი იყო პავლე, მაშინ კიდე როგორ ცოდავდა? მაშინ როგორღაა ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მონა, თუ კი თავისუფალია ცოდვის მონობისგან. შეიძლება თავისუფალი მონობისგან ისევ ცოდვის მონა იყოს, ცოდვის ჩამდენი იყოს პოტენციური? მაშინ ის თავისუფალი აღარ ყოფილა და ვერც ხვებს აღარ გაათავისუფლებდა ცოდებისგან, თუ კი თვითონაც ცოდვის მონა და არა თავისუფალი ცოდვისგან. ხო, რაც შეეხება წერილებს, ეს არის შეცვლილი, გადაკეთებული. აშკარად ეთყობა ადამიანების ხელი, რომ ურევია ურთიერთ საწინააღმდეგო რაღაცები წერი. ჯერ ამბობს, როგორ ვიცხოვროთ ცოდვაშიო, მას განაჩვენ დავჩეთ და ვიცხოვროთ ცოდვაშიო, ის ვინც ცოდვას მოუკვდითო და ის ვინც ქრისტეს სისხლში მოინათლეთო, როგორ შეიძლება ცოდვაში ვიცხოვროთ და მერე კიდე ამბობს, რომ მე კი არ ვაკეთებ, აგერ ცოდვა აკეთებს, რომელიც კვირდრობს ჩემში. ესე იგი, ცოდვა არის რეალური პიროვნება, რომელიც პავლეს აიძულებს თავისი ნების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს და აიძულებს ან ძალადობაა. ცოდვა ძალადობს ადამიანზე, მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქული თავისუფალია ცოდვისგან, ეს არ არის უტოპია და ლოგიკური ჩიხი არ არის ეს. მე ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთდაპირისპირებულმა ტექსტებამდე მიმიყვანენ ერთ აზრამდე, რომ პავლე მოციქულის ეს წერილები მე-7 თავიდან უკვე მე-16 თავამდე არის შემდეგში დამატებული. და როგორც მე ვიცი, არ ვიცი ზუსტად ინფორმაცია საიდან არის ზუსტი წყარო არ ვიცი, მაგრამ პავლე მოციქულის რომელთა წერილი თავიდან იყო 5 თავით მარტო 5 თავით თავდებოდა. მაგრამ ვერ დავამტკიცებ ამას, იმიტომ რომ როგორც შეუძლებელია იმის დამტკიცება, რამდენად სწორია ძველი აღთქმის წიგნები, მე ის შემიძლია გითხრათ, რომ იოსებ ფლავიუსის იუდეველთა სიძველეში მოხსენებულია 22 წიგნი ძველ აღთქმაში, წმინდა წიგნი, დანარჩენი არა. და დღეს 36 წიგნია თუ არ ვხდები ძველ აღთქმაში. არ ვიცი, ეს დანიელის წიგნი საერთოდ არ არის აღიარებული წმინდა წიგნად იოსებ ფლავიუსის ჩანაწერებში. იოსებ ფლავიუსის დროს რა წმინდა წერილები ქონდათ ებრაულად, ეგეც კიდე გასარკვევია რა იყო იქ რა ეწოდა. და დღეს რო ვუყურდებით ბიბლიაში, ბევრი რაღაცები ჩამატებულია, რაც მაგალითად ებრაულ თორაში, რომელიც ახლა ჩვენ ხელი მიგვეწდება, არ არის. მაგალითად რიცხვთა წიგნის მე-5 თავი. ჰეჯანობის სრული. ხო. კაი, დამისვით კითხვები თუ არა და გავთიშებლა ის მოსში.
დღეს ამით შემოვიფარგლები, აღარ გადავღალოთ ბევრი ლაპარაკით. სამწუხაროა სულ აგვირიეს სარწმუნოებაო. კი, ამაზე სხვათა შორის რუსეთიდან დამიკავშირდნენ. ვისაუბრეთ ფსამუნებ 91 ფსამუნზე და იქ მართლმადიდებლურ ფსამუნებში ძველ ქართულად სხვანაირად წერია. კერძოდ მე-6 მე-7 მუხლი შენს თავს შეშაფრად აირჩიე უზენაესი. ვის ეუნება დავითი ამას იესოს? თავის თავს ვერ ეტყოდა, ხო? ლევან დაიცა. გისმენ აბა მამუკო. ხო, და ებრაულ ფსამუნებში სხვანაირად წერია, ახლა ძველ ქართულად სხვა რაღაც წერია. 91 ფსამუნით შეცვლილია. ანუ იქ უკვე ნათქვამ სიტყვამ სიმეორებს დავითი და ეუბნება, არა თვითონ ეუბნება ღმერთს, რომ მე ავირჩიე უზენაეს ჩემს თავს შესაფრად. არამედ ის სიმეორებს უკვე ნათქვამ სიტყვებს, ვინც უკვე აირჩია უზენაესი თავის თავს შესაფრად. ვინ იყო ის, ვინც უზენაესის საფარქვეში ისვენებს? რა თქმა უნდა, ქრისტე. ქრისტე იყო ქვეყნის შექმნა და მამას და თვითონ ამბობს, ხო? მამის ჭრილქვეშ ისვენებს, უზენაესის ჭრილქვეშ ისვენებს. 91 ფსამუნიც იმიტომ გადააკეთეს, რომ იქ ნათლად ჩანს უდაბნოში გამოსცეს, რომ იესო ქრისტე არ არის იახვე. ის იახვე, ვიზეც დავითი ლოცულობდა. ადონაის რო ეძახია. დამისვით აბა შემდეგი შეკითხვა ან რამე საკითხი. რაც გაინტერესებთ. გინდა მამუკრამე? დაწერეთ თუ რამეს მომინეთ დაგელოდებით. რა სიტყვი იმაზე ადამიანი ღვთის მსგავსად და ხათად შეიქმნა, საიდან მოვიდა მასში ბოროტება. ზირაქის წიგნში წერია, ზუსტად აღარ მახსოვს. შემიძლია რომ მოძებნო და მე კომენტარებში ჩავაგდო. როგორც სიკეთე და მშვიდობა შეიქმნა ღვთის მოშიშთათვის, ასევე ბოროტება და წუხარება შეიქმნაო ცოდვილებისთვის. ეს წერია ზირაქში, ანუ ბოროტებაც ღმერთის შექმნილია ცოდვილებისთვის. ჩვენ ახლა ღმერთის სამართლიანობას რო ვეძახით ბოროტებას, ღმერთის თვალში ის არ არის ბოროტება, რომ ცოდვილს თავის საქმეების მიხედვით მიუძღავს. როგორც დავითი ამას 27 ფსალმში ხო, შენ მიუძღე მათ თავიანთი ნამოქმედარის მიხედვით. რა თქმა უნდა, იესოს არ თხოვს ამას დავითი. თორე იესო არ არის. იესო არ წყვიტავს ვის რა მიაგოს და ვინ როგორ დასაჯოს. ამისთვის არ იყო მოსული და არც ამისთვის არ მოვა მე. თორე იესოს პრეროგატივა ეს არ არის. გამოცხადების წიგნი მაგითო დასჭირდათ, რომ ეს იესოს იახვესთან თითქოს აი მამის რისხვის დასაწყობად მოდის. მაგრამ იესო ქრისტე შუამოვალია, მეუღია, ადვოკატობს. არ ამგონია ხა ის რომ ასეთი სიმკაცრით გამოცხადდეს და თუ ასეთია, მაშინ სადღა აქვს ასოება ცოდვილებს ქრისტეს მიმართ. ანუ ისინი ვინც ახლა აღსარებას აბარემენა ქრისტეს ასოებენ, რომ უშუამდგოროს მამასთან გამორიცხულია, იმიტომ რომ ქრისტე რომ მოვა, იმ მათი საქმეების ნამოქმედარის მიხედვით მიაგებს, იმიტომ რომ აღარ არსებობს სხვა ცხოვრების წოდებისთვის და აღარ არსებობს სიამოვნებისათვის პატიება. შენ თუ ისევ იგივე სიდენ და არ ნადობ შენ ჩადენიზე და იგივეს რჩები და ცხოვრობ, მაშინ შენთვის არ არის გამოსყიდის მსხვერპლი ძალაში, იმიტომ რომ შენ უარყოფ მადლის სულს და მსგავსები მღორს, რომელიც გააბანეს და ისე წუმპაში წვება. შენთვის აღარ არის უკვე
გადარჩენის შანსი არამედ არის საშინელი სამსჯავროს. ხო, აბა რომ მოდის ქრისტე როგორ უნდა განსაჯოს საქმეების მიხედვით, ხო? თუ კი საქმეებს კი არ უყურებს, არამედ შენს წმენას მის და მეუღლეს ავაძაკის შემთხვევაში. ასე რომ ეს არის ორაზროვანი წიგნი რა არის. თვითონ წიგნია ესე დაგიწერეს ესე წიგნი დაგაჯერებს რომ აი ქრისტე რომ მოვა უნდა დასაჯოს წოდება. დასჯაროდომოდა არც მამასთან არ გიშუამდგომლობდა, ხო? ჯვარცმის მერეც აღდგომის შემდეგაც შუამდგომლობს დღემდე მამასთან. რომ არ დავისაჯოთ. თავის კრულებზე ლოცულობს ხო წეგან არ თქვი. ამ აპატია რა არის ან რას ჩადიან. და ვიღაცა ქლიბი მეუბნება რომ ეხა იესო ქრისტე იახვე არის. იახვე თუ არის, მაშინ აღასრულოს ის კანონი. ადამიანის ყველი უნდა მოკვდეს. ამ იესოს ლოცვაც ფაქტიურად ეწინააღმდეგება ძველი აღთქმის ღმერთის კანონებს, როდესაც სთხოვს რომ არ დასაჯოს ღმერთმა მამის თავისი ძის კვლელები. რატომ უნდა დაესაჯოს ძის კვლელები თუ იმ ებრაელებმა თავიანთი ღმერთის ნება შეასრულეს და როგორც ეწერა ქრისტე მოკლეს ჩვენი წოდებისათვის და აღასრულეს ეს კანონი. რა თქმა უნდა ეს არის ყველაფერი ტყუილები. ბლეფი არის ყველაფერი. ეს ცვლილებები ვის მიერ არის გაკეთებული? მასონების მიერ. ბიბლია მასონური არის. მასონები არ არსებულან დღეს და რაღაც. მასონები მოდიან ძალიან ქრისტეს შობამდე ძალიან დიდი ხნით ადრე იყო, სოლომონის დროიდან. ქვის მთლელებს უწოდებდნენ. იქიდან მოდიან ეს მასონები და აქვთ კავშირები ჯადოქრობასთან, ანუ შელოცებთან. ამაზე ამბობს იესო, მასში ბოროტება არ არისო. და ჩვენ მამის მსგავსები ვართ, ბოროტება საიდან გვესტუნდა? გენეტიკაში საიდან? აი, საინტერესო საკითხია. ესეც იმიტომ რომ თუ იესო ქრისტე ძველი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტეს მამაა, როგორც ეს ბიბლიურად მტკიცდება, ჩვენ ხო ვისაუბრეთ, რომ იესო ქრისტე ამბობს იერუსალიმის ტაძარზე მეორე თავის მე-13-მე-16 მუხლებში. სახლი ჩემი, მამა ჩემი სახლის აღსავეცო იწოდეს. იერუსალიმის ტაძარი იყო იეჰოვას სახელზე. აშენებულია ეს მთელი ისტორიული გამოძიება ამას ადასტურებს მეცნიერება, რომ იეჰოვას ტაძარი არ იყო რაღაცა. ქრისტე მაგდროს არც იცოდნენ მე იყო. არც ქრისტიანობა არ იყო იქამდე. თვითონ მეუბნებიან რომ მოსე ქრისტიანი არ იყო. ამიტომ იეჰოვას ტაძარი იეჰოვას სახელზე იქნებოდა და არა იესო ქრისტეს სახელზე. და თუ იესო ქრისტე იერუსალიმის ტაძარს უწოდებს თავის მამის ტაძარს, გამოდის რომ იეჰოვას აღიარებს თავის მამად. მაგრამ საქმეს მაგაში არის თუ იეჰოვა იესოს მამას იეჰოვა ქვია, იახვე ქვია, მაშინ რატომ ამბობს იესო რომ მამა ჩემში ბოროტება არ არისო? თუ ბოროტება იმ იახვე შექმნილი არის და თავის შექმნილ ანგელოზებშიც კი ნაკლს პოულობს იობის წიგნის თანახმად, ხო? ნაკლს რატო დაუწყებ ნაკლის ძებნა შენ შექმნილში, თუ კი იცი რომ წმინდა შექმნილი და უბოროტო შექმნილი. ხო, 55 თავის მე-7 მუხლში ამბობს ესაიაში. ბოროტებაც მე შექმნილია. გახსოვს ლევან იესო არ არის ძველი აღთქმის ღმერთიო. რომ გეტავებოდნენ მაგაზე რას ვთქვი. ყურანზე მაინტერესებს რას მეტყვით. ყურანის ბიბლიის გაგრძელება, ანუ იქაც იახვეა, ოღონდაც ალაჰი არის რა. მაგრამ ბიბლიური იახვე სხვა არის ყურანისეული ალაჰი აშკარად უპირისპირდება. ანტიბიბლიური წიგნი არის ყურანი. ბიბლიის გაგრძელებას ბიბლიაში ვერ ჩაწერეს, ყურანში გრძელდება. იქაც ისრაელი არზეა საუბარი. მაგრამ ერთს ვიტყვი რომ იეჰოვა ალაჰი არ არის. ყურანის მიხედვით არ არის. ყურანი უარყოფს ბიბლიის ავტორიტეტს. საერთოდ არ ახსენებს ბიბლიას. არამედ ის ახსენებს თორას, თავრათი. თავრათი მოსეს თავრათი დღესაც არ აქვს ებრაელებს. მოსეს ხუთწიგნეული არ არის მოსეს თორა. ნამდვილი თორა დაკარგულია. ფსალმუნებს აღიარებს ყურანი. დავითის ფსალმუნებს მარტო. და იმ 150 ფსალმუნიდან დავითის 75 ფსალმუნია შესული. დანარჩენი არ არის დავითის. ხო, თუ ღვთის ხატება და მსგავსება თუ არ შექმნეს, ხოდაშორის მამა გურა მოთხოვილია თქვა ეგა რომ ჩვენ არა ვართ ღმერთის ხატება შექმნილი. ხატება და მსგავსება. სად ჩანს ეს? როდესაც რო იმას ეუბნება ნოეს. აღარ დავჟიო კაცობრიობას, რადგან სიყრმიდანვე ბოროტებისკენაა მისი გული მიდრეკილი. ესე იგი თუ ადამიანში ცოდვის ნატამარი არის და ბოროტებისკენ მისრაბებაა, ღმერთი აღარ ემუქრება მას წლის წარღვნით. პირიქით ხო უნდა ემუქრებოდეს, რომ ბოროტება აღმოფხვრას, მაგრამ არა, მას აწყობს რომ ადამიანის
გული ბოროტებით იყოს დაბადებიდან. ესე იგი ის ღმერთი, რომელიც ადამიანს ხორცში ქმნის, ძველი აღთქმის ღმერთს, აწყობს, რომ ადამიანის გული იყოს ბოროტებით აღსავსე, ბავშვობიდანვე, სიყრმიდანვე. მაგრამ იესოს მომაჩემში ბოროტება არ არისო და იესოშიც ბოროტება ვერ იპოვა, მოვაჩენთან წუთისოფლის თავარი და ვერ არასპოვებსო. ბოროტება ვერ იპოვეს. იესოს სხეულში შემოვიდნენ, ხო ის არქონტები დაეტაკნენ რიცხანება აპატავნება შუვიისა და ვერ იპოვეს. ცოდო ვერ იპოვეს მის სხეულში. და ამიტომ მასშინა განაქარვნაო ქრისტემ, ანუ განაჯვარზეო, ჯვრით კი იზემა კი არ წერია. მასშინა განაქარვაო, ანუ თავის სხეულში განაქარვა ეს ყოველგვარი წინააღმდეგობა და არქონტების ძალები. და ზრია საკუთარი თავით. ის წყევლა თავზე თვითონ დაიდგა. დამეცვით აბა შემდეგი შეკითხვა. დიალოგის პროცესი კარგი არის, მაგრამ დიალოგის უпростորად დებატების პროცესი კარგი იქნება მაშინ, თუ თანამოაზრე ყავს და იმ აზრებს ეთანხმება. ანუ განსხვავებული აზრის მქონე რომ დასვა ეხა და რაღაცები ელაპარაკო დებატებში სვენელი ვეღარ გაიგებს. ამიტომ არის ცუდი, ეხა მე მოვუსმინე ნეოს და მამა გურამ ოთხოზორიას საუბარს და ჯობდა არ ჩაეწერათ, იმიტომ რომ მართლა რაღაც ისეთი არის, იმას არაც ის ამას არ დაუმთავრები, ამას დაავეც და მე გაახსენა, შენ იმას არ ამბობდი და საუბარი არ დგება რა. მაგას ჯობია ტექსტი დაწერო რაღაცა, გაუგზავნე, მან იფიქროს და რა უკვე ნაფიქრი გადმოსცეს და შენ ისეთი კითხვა დაუსვა, რომ მოდი ჩავჭრა და აბა მოდი ახლა ვიკინკრავოთ მუხლებზე ახლა. ისე ღვთისგანშობილი ცოდავს თუ არ ცოდავს, თუ ვინ ცოდავს და არ ცოდავს ახლა. ეშმაკისგან ნაირ თუ არ არის ეშმაკისგან. ეს არ არის პლატფორმა დებატების საღი მდგომარეობა. დიალოგი უნდა იყოს, ისე დიალოგი რომ გააზრებული იყოს მსმენელსა და მოპაექრეს შორის, მოდებატეს შორის თემა, რა თემას განვიხილოთ. საკითხი არის ესეთი, ამ საკითხზე საუბრობთ. და იქ საკითხიც არ იყო კონკრეტულად რა საკითხზე საუბრობ. წმენა და საქმე რა შუაშია, შენ ცოდავ თუ არ ცოდავ, რა შუაშია ეს. ხო, ბევრი რაღაცები ახალ-ახალზე რო გადახტები და გადმოხტები, ეს უკვე აღარ არის პლატფორმა, წესიერი პლატფორმა. რა ვიცი, ზოგს მოსწონს ენთუზიაზმით, ხო, წავიკითხოთ ახლა. დაანგრიეთო და სამ დღეში აღვადგენო თავის მამის სახლზე ამბობს. დაანგრევას ისედაც მე ამას ასრულებს მამის სახლს ანგრევს ქვაქვაზე არ დარჩება. იესო ქრისტეს სიტყვები ქვაქვაზე არ დარჩება არ შესრულდა. იმიტომ რომ პალესტინაში დღესაც არის ის ქვევი იერუსალიმის ტაძრის გოდების კედელს რომ ეძახიან და მაცხოვრის საფლავიც აქვს. ასე რომ ქვაქვაზე კი არ დარჩენილა, არამედ დაუტოვებენ ტიტეს ნარჩენები იერუსალიმში. თუ ვიძახით რომ პალესტინაშია იერუსალიმი. მაგრამ მე არ ვიძახი რომ პალესტინაშია იერუსალიმი და მაცხოვრის საფლავი იქ არის. მე ვიძახი რომ იესო ქრისტეს სიტყვები აღსრულდა და ის იერუსალიმი რომელიც იყო იესოს დროს ის იყო ევფრატის ნაპირებზე, როგორც იერემიას ეუბნება, წადი ჩააგდე მდინარე ევფრატში ქოლაზე დახოვული წელი. ახლოს იყო და მუხის ხეები არის ნახსენები. ასევე 46 თავია თუ არ ვცდები, იერემიას ამეტყველს წიგნში პირდაპირ არის დასახელებული, რომ დღეს საკლავი ექნება უფალს ჩრდილოეთის ქვეყანაში მდინარე ევფრატის პირას რომ არის. 46 თავია იერემიას. მოდი ნახოთ მაინც ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ გადავამოწმოთ. რომ ხშირად არის ნახსენები მდინარე ევფრატის ნაპირები. რა გამოვიდა იახვე მამა რომ იყვეს, მაშინ მამის სახლს არ დაანგრევდა? იახვე მამა რომ იყვეს, მაშინ მამის სახლს არ დაანგრევდა? ხო, თითქოს ისაო. ტაძარი ჩემი სახლი მამისა, ჩემისა სახლს საოცარ ეწოდოსო და თუ სახლს საოცარ უნდა ეწოდოს, რაღაცა მოინდომებდა მის დაანგრევას. ხო, ეგეც ორაზროვანია. კაი ის არის, კაი კითხვაა. 46 თავი არის თუ არ ვცდები, 50. საკლავი ექნება უფალს დღეს ჩრდილოეთის ქვეყანაში. მდინარე ევფრატის ნაპირას რომ არის. მეათე მოხლე არის თუ არ ვცდები, მაგრამ ზუსტად დამაუწყდა რომელი თავია. 47-ა? არა, 47 არ არის.
არც 59 არ არის. მოკლედ მე ვნახავ რა. კომენტარებში ჩავაგდებ. მოპარული აქვთ ეს ქვები საქართველოდან, აი მუხები მაგალითად მუხა არის დასახელებული ძველახმაში. მუხის ხეები სად არის პალესტინაში? ამ მდინარეების ქვეყანა, თაგორიანი ქვეყანა სად არის? თები სად არის? მდინარეების ქვეყანა, მდინარე კი არა, მდინარეების ქვეყანა. და მდინარეების ქვეყანა არის ასოეთის ჩრდილოეთით, ნაირის ქვეყანას რო უწოდებს. Almost 7 უნდა იყოს მეგონი, მაგრამ ვერ ნახე. აი ხო ვიპოვე. ეს არის 46 თავის მეათე მუხლი, იერემე წინასამეტყველი, ნახეთ რა წერია. დღეს არის უფლის ჩვენი ღვთის დღე, რომ შური მიაგოს თავის მტრებს. და ვიღაცა მეუბნება, რომ შურის მაძიებელი არ არისო. შურის მიგება რას ნიშნავს? შურის ძიებას ხო ნიშნავს? ესე იგი ვიღაცის ნაცვლად ჩვენ ვიღაცის სამაგიეროს უზღავ. სამაგიეროს გადახდა არის შურის ძიება და ესეთი არის ღმერთი, ებრაელთა ღმერთი, შურის მაძიებელი. ანუ ბოროტებას მიუძღავს ბოროტებით. ბოროტებას მიუძღავს მის მტრებს, მისი ერის მტრებს, მისიანის მტრებს. ყველგან ესე ჩანს ბიბლიაში. დაიწყებს შეჭმას მისი მახული და გაძღება, დარწმუნდება მათი სისხლით. ხედავ, მისი მახული გაძღება სისხლით. აბა წარმოგიდგენიათ ახლა იესო ქრისტე ანარად არის. რადგან საკლავი ექნება უფალს, ანუ ადონაის ჩვენს ღმერთს, ჩრდილოეთის ქვეყანაში ევფრატის პირას. იერემიას 46:10 მუხლია. საკლავი ექნება, ანუ სრულად დასაწვეს მიუტანენ ტაძარში ევფრატის პირას რომ არისო. განაის რომ მოხდებაო და გაჟეტავენო და მდინარის ევფრატის პირას მოხდება ეს ყველაფერი. არა. ჩრდილოეთის ქვეყანაშიო. ჩრდილოეთის ქვეყანაში წერია და ჩრდილოეთის ქვეყანაში მდინარე ევფრატის პირას რომ არის. გენაცვალი ამას მე დიდი ხანია ვამბობ. ვერ გავაგებინე რომ ქრისტე ქართველი იყო და ყველაფერი საქართველოში მოხდა. როცა ვამბობ რომ ჩვენ ვართ ღვთისმშობლიცი ხოდრი ქვეყანა ვართ და ქრისტეს არ ვაღიარებთ, ქართულად გამოდის ქართველი არის მარტყუარი და ებრაელი მართალი. ნუ ეხლა მე ის ვიცი რომ პალესტინაში არსად არ არის ეფრატას ქვეყანა. როგორც მიქა წინასამეტყველის მეხუთე თავში მოყავთ ხოლმე რომ და შენ ბეთლემის იუდა ეფრატას ქვეყანაში რომ არისო, არაფრით ახალ იუდას 1000 ეუდა შორის უმწესდეს, რადგანაც ჩვენგან გამომივა ხელმწიფე, რომლის წარმოშობაც საუკუნო დღეებიდან არისო. და ჰეროდეს ეუნებიან, აიო, ეს წინასამეტყველება აქ აღსრულდაო და თუ წინასამეტყველების მიხედვით მესია დაიბადა, აბა რატო ეღარებოდებიან ახლა მესიას? აგერ ხო უწერიათ რომ მესია დაიბადა და ჰეროდესაც უთხრეს მკვლელებმა მიქა წინასამეტყველის მეხუთე თავში. მოდი ვნახოთ ზუსტად როგორ წერია. მეხუთე თავი. და შენ ეფრატას ბეთლემო, ეფრატას ქვეყანა ბეთლემში არ არის პალესტინაში. ეს იყო ქალაქს ამას ხურიასტანსა და ხურიასტანი იყო ასურეთის ჩრდილოეთით, საიდანაც ტიგრას-ფილესერმა 3 ტომი გადაასახა დანი, აშერისა და გადის ტომები. პირველ ნეშტაციკში ხო წერია 3 ტომი გადაასახლა და როდესაც აშურბანიფალის წარწერები აღმოაჩენს ასურტან ნინოტას პირველის წარწერები შუბერ ენაზე იქ იპოვეს ტიგრას-ფილესერის წარწერაც, სადაც ის საუბრობს თუ როგორ გადაასახლა 3 ტომი ქალაქს ამას ქუზისტანისას, როგორც ბიბლიაში წერია. ბაბილონში როგორ გადაასახლა ეს 3 ტომი. დანი, გადი და ნეფთალემია თუ აშერის და აღარ მახსოვს. დანი და გადი ვიცი ოჭოლია. გადი ახლოს იყო ასურეთთან. ხაშენ ეფრატას ბეთლემ უმცირესი ხარ იუდას 1000 ეუთა შორის, რადგან შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მუხლი არის, რომ ელიას ასვლა ჩასვლა ნინევიაში და იერუსალიმში, იერუსალიმი და ნინევიაში. ფეხი დადის ელია. ფეხი ჩადის და ამოდის. თუ რაღაცა დაახლოებით 2 თვე თუ 1 თვე არის დაწერილი. 2 თვეში გინდა 1 თვეში შენ ფეხით აქედან საქართველოსდან ამ ბაბილონიდან წახვალ პალესტინაში. იმ დროს ფეხით არის. ესე იგი ისეთი ახლოს იყო. სხვათა შორის ის ნაბუქოდონოსორმაც დაიპყრო
იერუსალიმიდან მიწასთან გაასწორა იერუსალიმის ტაძარი, წერია რომ ერთი თვე მოანდომა ტყვეების წაყვანას ფეხით ბაბილონში, იერუსალიმიდან. ერთი თვე მოანდომა. და ეს ტყვეების რიცხვიც არის ჩამოთვლილი, ზოგი გზაში დაიხოცა, ბევრი დაიხოცა გზაში შიმშილიცება. ანუ ერთი თვე ფეხით ატარა, ესე იგი ახლოს იყო ძალიან იერუსალიმი ბაბილონთან. ყველაფერი მოგბარეს წაგვართვეს და უნდა დაგვეჯერონ თავიანთი შეთხსული. ხო, ეს სინოდი ეს საპატრიარქოც ებრაელები არიან. სინოდინი ეს უბრალოდ მან წერია. რომ ებრაელები მიმართავდნენ სინოდის ხდება სინედრიონის სახით. საქართველოში გვაქვს ბეთლემი. მაჭახელაო თუ რაღაც არის იქ. გურიაში არის. და ღმერთის სახელი ადრე ერქვა აიაო. ესე ეძახდნენ აია ერქვაო ღმერთსა. ნოეს ელოცულობდაო. და იმ ქვეყანა სადაც ადრე აბრაამის დროინდელი ქალდეველები ცხოვრობდნენ ერქვა დაიაენი, რომელიც აღწერილია ბაბილონის ანალებში ნაბუქოდონოსორი და ტილათ-ფილასერის პირდაპირ წერს თუ როგორ დაიპყრო თუმედან ვიდრე დაიანებამდე ეს 42 სამეფო. 42 სამეფო. მაღალთიან რეგიონებში იყო კოშკებიო რა, აი მაღალთაზე კოშკები და ციხესიმაგრები საქართველოს ტერიტორიაზე. და მას აღწერს 42 თა გადავლახეო ციხე-კოშკიანი გალავნები დაუწყარია. თუმედან ვიდრე დაიანებამდე. დაიანა იყო შავი ზღვისპირა ის პონტოს სამეფოს რო ეძახდნენ. აი იყო დაიანე ადრე. წმინდა მთაც ან რატო უნდა ჩამოეტანათ კვართი საქართველოში საქართველოში თუ ებრაელია ქრისტე. კითხვა ხო უნდა გაგიჩნდეს კაც. ხო, რა თქმა ეხა მე იესო ქრისტეს კვართი, ხო? ხო, ჩამოეტანა კი რა აქ იყო. მაგრამ როგორც იმას ვერ დავამტკიცებთ რომ ბიბლია ებრაელებმა ბაბილონში დაწერეს ეს შესაქმისეული გველი მოლაპარაკე გველის ისტორია ბაბილონიდან არის გადაწერილი. თავი და ბოლომდე ბაბილონის ისა ჩვენ არ შეგვიძლია ისე კარგად აქვს შეფუთული რომ არ შეგვიძლია ჩვენ ამის დამტკიცება, მაგრამ მეცნიერებს აქვთ ეჭვი რომ იერემიას წიგნში მაგალითად შაბათის დაცვაზე არაფერი არ არის მოხსენებული და შაბათის დაცვა მე ემატება 46 თავიდან 55-დან და ეს აშკარად მიანიშნებს იმაზე რომ შაბათის დაცვა არ იყო თავდაპირველი სწავლება, ეს არის ბაბილონიდან აღებული. ბაბილონის იმპერიაში იყო შაბათის დღე, წმინდა დღე, ეს იყო მარდუქის დღე. მარდუქი იყო სამ ნაწილად იყო დაყოფილი. წვიმის მარდუქიც იყო, თვარის მარდუქიც იყო, თვარის ღმერთიც იყო და ეს მარდუქი ცაში ეტლებით დაგრიალობდა. როგორც იახვე ძველ აღთქმაში ღრუბლებზე ზის და თავის ეტლებს და მიდის ეგვიპტეში, ესაიას 19 თავში წერია. ანუ ეს არის კოპირება შუმერული ბაბილონური რელიგიიდან. ძველი აღთქმა და იქიდან გადაწერილი. მოსეს ისტორიას. კაცშვილმა არავინ არ იცის მოსემ სადატარა 40 წელი ისრაელი ერი. არც ერთი ამის ისტორიული ფაქტი არ არსებობს. რომ აკატარო არის ვარაუდები ხოლმე, რამდენად მართალია ეგ არავინ არ იცის. იყო რაღაცა ისტორიული გამოძიებაც მაგაზე, მაგრამ ამდენი წელი იმიტომ ატარა მოსემ რომ პალესტინაში შეეყვანა ებრაელი ერი. როცა ხეროდოტე წერს რომ პალესტინელებმა კოლხებისგან ისწავლეს წინათაცვათავ. და თუ პალესტინელები ძველი მოსეს ხალხი არის, კოლხებისგან როგორ ისწავლიდნენ? წინათაცვათავს თუ კი კოლხები გამოვიდნენ ეგვიპტიდან და არა ებრაელები. ესეც საეჭვო არის. საერთოდ არის ნახსენები იქ მოსე. რომ მოსემ გამოიყვანა იქ კოლხები ეგვიპტიდან. საეჭვოა, ბევრი რაღაცა საეჭვო არის და იესო ქრისტეს არაფერი საერთო არ აქვს ადამის ჩადენილ ცოდვაში იმ 60-ში. არავითარ კავშირში არ არის. იესო ქრისტე იმიტომ არ მოუკლიათ, რომ ვიღაცამ იქ ადამა ედემში შეცოდა და იმისი ცოდები გამოგვიხსნა. ეს არის ტყუილი, ან თეოლოგია აქ ძალიან მაგრად ხდება. იმიტომ რომ პირველი ტიმოთეს 2:45-ში მაგიტო ვიძახი რომ პირველი ტიმოთე, მეორე ტიმოთე და ტიტეს ეპისტოლე პავლეს არ დაუწერია. ეს არის გადაწერილი მიდრაშიდან. ებრაელების მიერ. აი ნახეთ რა სამოს პირველი ტიმოთეს 2:5-ში პავლე მოციქული. და პირდაპირ ეწინააღმდეგება თორის პრინციპებს. თორაში წერია რომ ადამას ადამა დაიწყრო და დაისაჯა, ანუ შეცდომა დაუშვა. ხო ამობენ ადამი დაეცავა რა. ხოლო პავლე მოციქული ამბობს რომ ადამი არ შემცდარო. თუ არ შემცდარა როგორ დაეცა? პირველი ტიმოთე მეორე თავის 13 მუხლი 14 მუხლი რადგან და ადამი კი არ შემცდა, არამედ ქალი შეცდა და ჯულის
გარდახდა. აი ეს პირველი ტიმოთეს მეორე თავის მე-14 მომხრე პირდაპირ არის მინიშნება, რომ ადამი არ შემცდარა. ანუ 60-ეული ისტორია ყალბია, მოლაპარაკე გულის ისტორია. და უფრო აქამართლებს პავლე მოციქული ენოქისეულ ვარიანტს. ენოქის ციკლში ადამი არ შემცდარა. არამედ ევაც თუნდა, ანგელოზმა გადრიელმა. და შემდგომ შეიყვნა, ანუ ევაში მოხდა, შეიძლება ის კაინზე რო არის, რომ კაი შემეძინაო შვილიო იახვესგან. შეიძლება ეს იახვე ერთ-ერთი დაუცხო დაცემული ანგელოზია, რომელმაც შეაცდინა ევა და მისგან გააჩინა კაინი. მე ეს ვარაუდობ უბრალოდ, იმიტომ რომ ენოქის ციკლში პირდაპირ წერია, რომ ადამი არ შეცდენილა. ადამიანს არ დაუკარგავს. უკვდავება, არამედ ქალი შეცდა. და არსად არ წერია, რომ ადამი და ევა და ადამიანები დედამიწაზე უკვდავები იყვნენ. სიკვდილი მანამდე არსებობდა, იმიტომ რომ პირდაპირ წერია, რომ სიკვდილი იდო უკვე ადამიანის გენეტიკაში. და საერთოდ არ ადარდებს ღმერთს ჩვენ კვდები თუ არა. მაგრამ სოლომონის სიბნელეში პირდაპირ წერია, რომ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია. თუ ღმერთს სიკვდილი არ შეუქმნია და არც მოკვდავთა სიკვდილით ხარობს, გამოდის, რომ ის ვინც კლავს, ის არ არის იესო ქრისტეს მამა. ის არ არის ის ღმერთი, რომელსაც სოლომონი იცნობდა. როგორ შეიძლება თან სიკვდილი არ შეუქმნიაო და ამოდრეულად ამბობს, მე ვკლავ და მე ვაცოცხლებო, მე ვარ იახვეო. და ჩემს გარდა სხვა არავინ არ არისო. თუ არავინ არ არის სხვა, აბა საჯულთა მე-11 თავში როგორ ამბობს იფთახ გალაადელი, რომ თქვენო ხამოშმაო, თქვენმა ღმერთმა მოგცათ ეს ტერიტორიაო და ჩვენმა იახვეამო ეს ტერიტორია მოგცაო. ესე იგი აღიარებს, რომ მოაბელთა ღმერთი ხამოშიც ისეთივე ყოვლის შემდგე ღმერთი იყო, როგორიც ებრაელთა ღმერთი იეჰოვა, ყოვლის შემდგე ღმერთი. ხოლო მაგიტო ვიცე ხოლმე, რომ პირველი ტიმოთე, მეორე ტიმოთე და ტიტეს ეპისტოლე პავლეს არ დაუწერია, ეს დაწერეს ებრაელებს. ვატიკანის კოდექსში არ წერია ეს, რომ ესენი არ არის შესული. ეს წერილი პავლეს. როგორ შეიძლება ეხა პავლე ამბობდეს ადამი არ შემცდარაო და თორაში გეწეროს, რომ ადამი დაიწყევლა. და შეცდა აგერ ღმერთებიც მაგას ამბობენ, რომ ადამა რომ მიქრაო და შეცოდაო, იმისი ცოდვა გადავიდაო ყველა კაცი, რადგანაც ყველამ ცოდაო. რა შუაში არის ადამი და როგორ ვართ ყველა კაცო? აი ეს გენეტიკა, რასები, ადამიანთა რასები. როგორ ვართ ერთი ადამიანისგან, სულ ყველა ადამიანისგან როგორ ვართ კაცო? ერთი ადამიანისგან როგორ არის, როდესაც კაინმა, როდესაც ძმა მოკლა, გაიქცა და ნოდის ქვეყანაში ცოლი მოიყვანა. და იძახიან, რომ თავისი დამოიყვანა. თავის დას, თუნდაც მოიყვანა შვილის მკვლელს, რომელი მშობელი გაატანდა, ცოლად კაინს, ან რომელი დაგაყვებოდა ძმის მკვლელ ძმას ცოლად, ამიხსენეთ ერთი. თუნდაც რომ ასე ყოფილიყო. სიდონიას ხმა ესმოდა, როცა იესოს ჯვარს აცვეს ნურს მის დაჭედების მაო, როგორ გაიგებდა იერუსალიმიდან მცხეთაში. ხმას მე ვამბობ, რომ გოლგოთა არის თვის მონასტერი და იქვე არის გეცემანის ბაღი არაგვის პირას. აი ზუსტად ეგ არის მაგიტო დამალის ნიკოდემოსის სახარება. ნიკოდემოსის სახარებაში გოლგოთაზე არ ასულა იესო და ჯვარი არ უტარებია. და არც ივანეს სახარების მიხედვით არ უცემიათ და მერე არ შეუყვანია პრეტორიუმში ისევ ახლიდან პილატეს. ჯერ ცემეს და მერე შეიყვანეს. ჩვენ ვისაუბრეთ მაგ საკითხზე. ნიკოდემოსის სახარებაში პირდაპირ წერია, რომ ტილცა მას თანამ ჯვარს მას ჯვარს აწვეს, რომელსაც იგი შეიყვანეს. ესეთი განაჩენია ძველ ქართულად. ტილი ნიშნავს ბაღს ძველ ქართულად. ანუ იმ ბაღში აწვეს ჯვარს, სადაც შეიყვანეს. გეციმანის ბაღში აწვეს ჯვარს, ძელსა მას ჯვარს აწვეს, იმიტომ ჯვარს მარის ტანჯვა წამება და ძელი წერია. ძელი რა ვიცი, ნებისმიერ ფორმა შეიძლება იყოს ძელი. იქსით ძელი არის, ესეთ ძელია, სწორი ძელია, ესეთ ძელი არის. ზოგ ხატებში ესია ქრისტეს ზევით აღხელები, ზოგ ხატებში ქვევით აღხელები. დაჭედებული. მინოწმინდის ჯვარი აქვს ესეთი. ასე რომ ბოლომდე არის ის სწორი ჯვარი იყო, ხელები ქვევით იყო თუ ზევით იყო, არ არის ეგ დადასტურებული. და ლათინურ ხატებში ჯვარცმის უკან არის მდინარე. წყალი მოჩანს, ყველა ხატებზე წყალი მოჩანს და ესეთი ადგილი მცხეთაშია. გეციმანის ბაღის და სამი მდინარე, ანუ სამადათო უერთდება მტკვარს. ხო და რაღაც გვინდა მოწმეო, როგორც იტყვიან, ხო? გეციმანის ბაღში თუ მოკლეს ნიკოდემოსის სახარების თანახმად, ბაღში თუ აწამეს ქრისტეს საერთოდ არ გაუვლია გოლგოთაზე და არც ადამის თავის ქალაზე არ ჩამოსვლა ის სიცხე ასისულელი არის. ჯერ ადამის თავის ქალა საიდან იცოდნენ წარღვდა მოხტანი. საიდან იცოდნენ ადამიანის სამარხი სად იყო. სულ განადგურდა დედამიწა თავიდან ბოლომდე კონტინენტები დაიყო, დაიხლიჩა და ადამიანის თავის ქალას გამოძებნიდა იქა სად იყო. ამიტომ არის ვერსია, რომ ადამიანის ცხედარი შეიტანა ნოემ კიდობანში და როდესაც ჩამოვიდა კიდობანი, იქ პირველი ვაზი სადაც გააშენა, იქ დამარხა ადამიანის ცხედარი და იქ იყო მერე მამა პაპათა სასაფლაო.
არა საინტერესო არის ის სამარხი, რომელსაც არავინ არ დაესვენებინათო, აი იოსებ არიმათეელმა ჩამოხსნა და შეიყვანა და ეს არიმათიაც რაღაცა საეჭვო არის, რომ პალესტინაში იყოს. არიმათიელი რას ქვია? იოსებ არიმათიელი. არიმათია საიდან იყო? იესო ქრისტეს ჯვარცმა მოხდა გეცემანის ბაღში. რაღაც გვინდა მეთქიცებულობა. ისე არის შეფუთული ხა სიდონიას როგორ უნდა მოესმინა. თან იქ რა საეჭვო არის, იცი ჯვარზეო შოვიდა მაცქერალი ქალები იყვნენ, ქალებიო მრავლობითში ამბობს მახარებელი. და ვინ ქალები? თუ ორ ქალზეა საუბარი მაგდალენელ მარიამზე და ღვთისმშობლის დედაზე, იოანე რატო ასახელებს? კიდე იქ იყო კიდე ერთი ქალი მარიამის და დედის დაც იყო. დედამისის დაც იყო და ვინ იყო ეს დედამისის და არ ვიცით. ლუკა ამბობს კიდე თუ მარკოზე არ ვწდები, სალომესაც ახსენებს კიდე. ანუ იყო რაღაცა ქალების გარკვეული სახელები, რომლებიც არ არის ბოლომდე ჩამოთვლილი სახარებაში, მაგრამ ისე გამოეპარათ რაღაცა, თითქოს სალომეც იყო, მაგრამ ამაზე არაფერს არ ამბობს იოანე. თუ სალომეც იყო, სიდონიაც იქნებოდა, არ არის გამორიცხული სიდონიაც ყოფილი. იმიტომ რომ ებრაელები მე როგორც ვიცი, მცხეთაში ცხოვრობდნენ. როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა გადმოასახლა ისინი პონტოს სამეფოდან, ხო, ხეთებელთა ქალაქებიდან, ხეთებელები ცხოვრობდნენ მდინარე ევრფრატის ნაპირას. იქნა დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა გადმოასახლა მცხეთაში. ის ძველი ებრაელები. ეს კიდე ქრისტიანদের ვიძახი. და ქრისტე სად უნდა მოსულიყო, თუ ისრაელში უნდა მოსულიყო, აგერ იყო ისრაელები მცხეთაში იყვნენ ებრაელები და ისევ აქ უნდა მოსულიყო მესია თუ მოვიდოდი. ვარაუდის დონეზე ვიძახით, გუშინ ჩემ მეგობარსაც ვთქვი, ასაც წერე ხა მე არაფერს არ მომტკიცებ ამას, ვარაუდობ და რა ვიცი. ისე არის, ახლა თუ დახლართულიო, შენ ბიბლიით ვერაფერს ვერ გაიტან. და საერთოდ იყო ის ჯვარი ეს ფორმა არ არის. ამას ნამდვილად არ ქვია ჯვარი. იმიტომ რომ პეტრე მოციქული პირდაპირ ამ ძელს ამაზე და ჯვარს ეცვა. ძელიდან ჩამოხდა და ის ძელი რა ფორმის იყო და როგორი ფორმის იყო ჩვენ არ ვიცით. ამიტომ მე ჯვარს ძელს არ უწოდებ. ძელი ჯვარი არ არის. ჯვარცმა და ჯვარი ეს არის უბრალოდ წამების ფორმის გამოხატვა, როგორც პავლე მოციქული ამბობს. მე ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ პავლე მოციქული არ გაუცვიეთ ჯვარს. არამედ თავი მოაჭრეს. და როგორ ამბობს პავლე მოციქული ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეციო, თუ მას თავი მოაჭრეს. ესე იგი ჯვარცმა არ არის ხის ფორმა. აგერ ჯუგანში, ჩემ სოფელში ტაძარი არსებობს, სადაც ქვია ძელი ცხოველის. ძელი ცხოველისა წერია, ჯვარი ცხოველისა ნამდვილად არ წერია. თუ ჯვრის სიმბოლო მოგვიანებით შემოვიდა ქრისტიანულ ტრადიციაში, თორე თავდაპირველი იყო თევზი, იხთუსი იყო ქრისტიანული სიმბოლო. თორე მაცხოვრის აღდგომის დადასტურების სიმბოლო, თუ მაცხოვრი გამოეცხადა თავის მოწაფეებს. როდესაც ისინი თევზაობდნენ, მათ წინაშე შეჭამა თევზი. 21 სახარებაში, იოანეს სახარებაში 21 თავშიც არის და ლუკას სახარების 24 თავშიც. რომ მათ წინაშე შეჭამა თევზი, როგორც თავისი აღდგომის დადასტურება, რომ ის იყოს სხეულში აღმდგარი. და არ იყო მოჩვენებული. მე ხელოვნურ ინტელექტს მქონდა მტკიცება იმის თაობაზე, რომ რომელი უფრო ადრინდელია მცხეთის გერმანიის ბაღი თუ იერუსალიმის მეთქი. არავინ იცის რომელი უფრო ადრინდელია. რა თქმა უნდა საქართველოს. ეხლა ხომლის მთა ყველაზე ძველია. ხომლის მთაც მე შექმნიო იობის ციკში წერია და ხომლის მთა თუ იახვემ შექმნა, წარმოგიდგენია რა დონის ლაბორატორიაზე საუბარი. კენტავრები, სირინოზები, ქალთევზები და ეს რაღაცები გამოყავდა იახვეს. აღმოჩენილი რამოდენიმე ჩონჩხებიც კი მაგის. იყო რაღაც, თუ ტენოქის წიგნის მიხედვით 10000 სამყაროა და დედამიწას აქ კარიბჭეები საიდანაც გადის, გასასვლელები აქვს არტაქტის იქით. რა დარწმუნებულები ვარ ჩვენ ასგარდიც არ არსებობს და ის რაც ჩამოთვლილია ის სხვა სამყაროები. ხო და იქ არ არის კენტავრები და ციკლობები. არ შეეძლო თუ რა გაეკეთებინა. სიკვდილი მანამდე არსებობდა სანამ ადამი სამოთხიდან გამოვარდებოდა. იქ სამოთხეშივე არსებობდა სიკვდილი. სიკვდილის ხე იყო პირდაპირ, ხო? და იმ სიკვდილის ხეს ქონდა გამომწვევი სიკვდილის, ხო, თვისებები. რა თქმა უნდა, სიკვდილი თუ მერე შემოვიდა, ვისგან შემოვიდა, რა თქმა უნდა, იმისგან ვინც ეს სიკვდილის ხე დარგო. და იესო ამბობს, რომ ნერგი, რომელიც მამის ნების გარეშე დაირგო, აღმოიფხვრებოდა ცეცხლს მეცემა. ესე იგი არსებობს რაღაც ძალა, გარკვეული ძალა, რომელიც ნამდვილი იესოს მამის მიერ არ არის დარგული და აღმოიფხვრება. ესე არის ის ძალა, ვინც მამის ნების საპირისპიროდ მოქმედებს და რგავს. ანუ მარტო ერთადერთი უზენაესი არ არის იესოს მამა, როგორც სიტყვებიდან ვარაუდობთ, არამედ ბიბლიის მიხედვით ბევრ უზენაეს, ბევრ ღმერთებზეა საუბარი. ქამოშიც ღმერთი არის, დაგონიც ღმერთია ფილისტიმელების. სოლომონმა ტაძრები აუშენა იერუსალიმში.
მოაბელთა ღმერთს ქამოს თავისი ცოლების საპატივცემულოდ ემოროთ, ასევე ასტარტას დაყვანისმებლებსაც სამარიელთა ღმერთის დაგონის კერპები აშერების ბაალის ტაძრები ააშენა ყველა ღმერთის სახელზე. ეგვიპტელი ცოლიც ყავდა, სოდომოს 700 ცოლი ყავდა. და ყველას საკითხავ დაუშენა ეს ტაძრები. შემდეგ როდესაც მოვიდა იოშია მეფე აჩეხა ეს სამსხვერპლოები და ზედ დააკლა მღვდლები და ზედ მღვდლების ძვლები დაწვაზეთ საკურთხევლებს. თვითონ წინასწარმეტყველება იყო ეს, რომ ეს უნდა აღსრულებულიყო და მოვიდა იოშია და აღასრულა ეს წყევლა ღმერთის მათზე. როცა კითხვა ჩდება, ესე იგი არსებობს სხვა ქვეყანები ანტარქტიდის იქით. ხო, აბა ავსტრალია რატოა ჩაკეტილი? ავსტრალიიდან პირდაპირ ჩანს გასასვლელი. გეით, კარიბჭე რა, როგორც ენოქიცეს. დედამიწას აქვს 4 კიდე და 4 გასასვლელი, ანუ კარიბჭე. სადაც სრულდება ცის სრულდება დედამიწის ცა და იწყება ახალი ცა. გადიხარონ იცვლება რა გასასვლელებია. იმიტომ არის ეს ყველაფერი დამალული ის თომას სახარებას დამალეს, ახლა ნიკოდიმოს სახარებასაც მალავი ნიღლიაში. და მეუბნებიან რომ ებრაელმა დაწერა, არ ვენდობითო სინედრიონის წევრი იყო. ბიჭო, სინედრიონის წევრს თუ არ ენდობი, ვინც თვითონ თვითმხილველი იყო იესოს გასამართლების, აბა იოანეს ვენდოთ და ლუკას, რომელსაც ცალთ არ უნახია იესო ქრისტე? დაწყობილა ჯვარზე. ამ იოანემ რა იცოდა პილატემ რა უთხრა იესოს? ვინ ჩაიწერა ეს საუბარი? სულიდან ჩააფრინა თავში? აი იმდე ისულები წერია მაგ იოანეს სახარებაში. ჯერ რომ გააშორტუნავდა, მე ისე პრეტორიუმში მიყავს ახლა. არა და პირიქით არის. იესო რომ ჯვარსაცმელად გადასცა, მერე გაშორტეს და მერე წაიყვანეს პირდაპირ ჯვარზე. და არა იქიდან უკან დაბრუნდა და მერე კიდე ახლიდან დაკითხა და რაღაც ისულები. ასე რომ 4 თავი პირდაპირ გამოჩნდა უკვე ვის დაწერილი, ეს არის რომაელების დაწერილი. იმიტომ რომ ებრაული დიასპორა იმდენად აუჯანყდა კეისარს, რომ იძულებული იყო ქრისტეს მიმდევრების წერილები გაინადგურებინა, ამბირი მოციქულთა მემკვიდრეები და ვინც მოციქულებს უშუალოდ იცნობდა ისინი დაეხოცა და მოენახა ისეთ პიროვნებები, რომლებიც ძველ აღთქმასთან შეარიგებდა და ებრაელებს არ აწყენებდა. წინადადსაც დაუშვებდა, როგორც ახლა მოციქულთა შეარიგო პავლე მოციქულს. მაგიტო დევნიდნენ, რომ შენო წინადადებას უარყოფოდა, ხალხს მოუწოდა, რომ ახალ წინ დაიწვიტონ. და ჩასაკურად გამოეკიდნენ პავლე მოციქულს. მაგის გამო რატო გააკითხეს თუ კი ქრისტიანობაში წინადადთა ნათლებამ ჩაანაცვლა და არ იყო წინადადთა აუცილებელი ქრისტიანებისთვის. ეხლა თქვათ რომ ის ებრაელებიც იყო სავალდებულო და ქრისტიანებიც არ იყო სავალდებულო. არა, მაშინ რატომ წინადადთა ტიმოთე პავლე მოციქულმა? ეხლა იტყვის ზოგი რომ ის დედით ებრაელი იყო და მაგით წინადადდა. რა მნიშვნელობა გინდა დედით იყოს, გინდა მამით იყოს ებრაელი? რა მნიშვნელობა? თუ ქრისტიანობა გათავისუფლებს წინადადთისაგან, რადგანაც პავლე მოციქული ამის ის ვინც წინ დაიცვეს მოსყით მადლსო, ხო? თუ აქამდე წინადადებას გადაგებ, მაშინ ფუჭი ყოფილაო და ამაო ჩემი შრომა. ხო, აი ესეთი რაღაცა გაურკვეველი რაღაცეებია რა. თუ წინადადებას უარყოფენ, გააგრძელონ ეს მოციქულთა ტრადიცია და წინადადებას გააგრძელონ. არეული არის, შეთხსილი არის. მე მითხრეს რომ ლუკას ახარებას და საქმე მოციქულთაც ლუკა ახარებას არ დაგვიწერია. ეს დაწერა დომიცილია. ესეთი იყო იმპერატრიცა იმპერატორის და იყო დომიცილია სახარებაც არსებობს და იმან დაწერა ეს სახარები, ეს საქმე მოციქულთაზე ლუკას ახარებას. ლუკა არ იცნობდა იესოს მოწაფეებს. ლუკა იცნობდა პავლეს მარტო. პავლე კიდე არ იყო ესე უშუალოდ. ერთხელ ყავდა, ერთხელ უჯერ ყავდა პეტრე და პეტრე ნანახი და ის იაკობი. პავლეს ორჯერ უფრო სწორად. დანარჩენი ისეთ შეხება არ ქონია ესე ახლოდან. პავლე მოციქული და არც თვითონ პეტრესგან და იაკობისგან არ ქონია ხელდასხმა. პავლეს ხელდასხმა არ ქონია მიღებული. არც პეტრე მოციქული არ მოუნათლავს არც. ვის გამოინათლა პეტრე მოციქული? არავისგან. იესომ თვითონ უთხრა სიტყვით, რომ შენზე დავაფუძნებ ჩემს ეკლესიას. და ვიზე დავაფუძნა გამყიდველზე? მოღალატეს. შიშარაზე იმაზე ააშენა ეკლესია? ესეც ხო გვიმყარებს იმ ეჭვს, რომ რომაელების დაწერილია ეს, რომ მაინც და მაინც პეტრე გამოარჩია. პეტრე კი არ გამოარჩია, ჯერ ისეთ ღმერთს რა უთხარი, რომელიც თავის არჩეულ მოწაფეებში ვიღაცას გამოარჩევს და მერე საყუდრობს, რომ მის თქვენ შორის პირველი იყოს თქვენი მსახური. და პირველი თუ არავინ არ არის, აბა პეტრეზე რატო აშენებ? ეს ეკლესიას. ხება რა დააშენეს. ანდრიას პირველ წოდებას უწოდებ და პეტრეს კიდე პეტრეზე ტაძარს აშენებ. ეს არის რომის გავლენა, რომ აი შეგეხედათ, რომ აი ჩვენ ვართ ჩეული ეკლესია, რომის პაპი არის ეკლესიის თავი.
მაქედან წამოვიდა ეს იდეა თორე ქრისტიანობაში ქრისტე ეგეთ რაღაცას არ დააწესებდა, არ შეშიდებოდა ქრისტეს გაცვა. ქრისტემ თქვა, ვინ ჩემპიონი დალია ჩემნაირი გახდებოდა და მეც ისეთი ადამიანი გავხდები, როგორც ის არის. ეს ერთობაა, ხო ქრისტე შენში და შენ ქრისტიანო. შენ ახლა უკვე იესოს იდეოლოგია და შემეცნებით უყურებ სამყაროს, როგორც ის ფიქრობდა, ისე ანალიზებ და ისე ფიქრობ. ხა როგორ ქრისტიანი ხარ და ქრისტიანად არ აზროვნებ. ქრისტიანი უწოდებ თავს და ქრისტესნაირად არ იღებ გადაწყვეტილება. შენანაირად ახარ ქრისტიანი. აი იესო შენარად ფიქრობდა, აი იესო რო ყოფილიყო შენ ადგილას როგორ მოიქცეოდა. აი ესე თუ არ იფიქრე და ესე არის აზროვნე, შენ თავს არ დაუწი კითხვები, ხო? თქვი რომ ქრისტიანი ხარო და ცოდვილი ვარო და თავს იტყვი ჩვეულებრივ. და იესო არ მოსულა იმისათვის რომ შენ ცოდვილი ხარ გეძახა და შემეწყალე გეძახა. იესო მოვიდა რომ გაითავისუფლებენ ამ ცოდვისგან, რომ სიმართლის მსახური გამხდარიყავ და გებრძოლა ცოდვის წინააღმდეგ. შენ თუ არ ახარ თავისუფალი ცოდვისგან, აბა სხვები როგორ უნდა გათავისუფლო ცოდვის მონობისგან, ხო? და ცოდვის მონობისგან თავისუფალი სხვა ცოდვის ჩადენისგან როგორ მოუწოდებდა. ან თვითონ როგორ იყო ცოდვილი ვამბობს რომ ჩემში არის ცოდვაო, რომელიცო იმის ჩადენას მავალდებულებს, რაც ამ სურს. და ცოდვა აკეთებს ამას ჩემში და რამე ცოდვას გადააყრევა. ცოდვა როგორ აკეთებს თუ იძახი ცოდვისგან თავისუფალი ვარ. შეუძლია ცოდვისგან თავისუფალ ადამიანს კვლავინდებოდა ცოდვა აკეთოს? და ესეთი დამაბნეველი პასაჟებით არის სავსე მთელი ახალი აღთქმის და ძველი აღთქმის წერილები, რაც მე ვფიქრობ, რომ საერთოდ საფუძველს მოკლებულია ქრისტიანული აპოლოგიის და წმენის თავდაპირველი ქრისტიანობის. არსებობდა იესოს სახარებაც, დიდასკალია ქვია. ეთიოპიურ ბიბლიაში არის შესული, ჩვენ ეს არ აქვს. წავედი მეგობრებო. კიდე დამეშეთ კითხვები, სანამ შემიძლია გიპასუხოთ. სამწუხაროა, სულ აგვირიეს სარწმუნოება. სარწმუნოება კი არ აგვირიეს, სარწმუნოება ცვლიან. დღესაც ცვლიან. ეს პროცესი ყოველთვის იყო და კიდე გაგრძელდება ეს. არ დაწყებულა ეხლა. მე-18 საუკუნეში იაჰოვას ხატები არის საბაოთ უფლის და დღეს უკვე გამქრალი არის ეს აქა-იქა შემორჩენილი ეს ხატები. ძველი აღთქმის გვერდს. საინტერესოა. გუშინდელებით ჭვერებს წავა. მოკლედ რაც მაწყობს ის მინდა, რაც არ მაწყობს ის არ მინდა, ეგრე არ გამოვა რა. თუ აღიარებთ რაღაცას, მაშინ ყველაფერი უნდა ვაღიაროთ, რაც ბიბლიაშია, ხო ესეა. და რაც არ აწყობთ იმაზე ეძახიან, რომ ჩამატებული ხარო, რა დარწმუნებული ხარო იმას, რაც წაგიკითხეთ, ისიც არ არის ხა ჩამატებული. წერის მოკრეჭვაზე თუნდაც არ გაიპარსო და ის ადამიანის კვერი უნდა მოკვდესო. არა ეგენი აწყობთ ხო, მაგრამ ის აღარ აწყობთ საბაოთ ღმერთი ამის სახელიო და ეგ ჩამატებული. როგორ არის ჩამატებული კაც, როცა მე-18 საუკუნის ხატები არსებობს საბაოთ უფლის. შემდგომში იაჰვეა გამოსახული? არ ვიცი შემდგომში სად არის. თუ მამა ღმერთის ხატია, მამა ღმერთის ხატი ბიბლიურად იეჰოვა. ეგ არის, სხვანაირად ჩვენ წდომა არ აქვს ქრისტესთან. თვითონ იესო უწოდებს იერუსალიმის სახლს მამამისის სალოცავ სახლს. და იერუსალიმის ტაძარი კიდე იაჰვეზე იყო, იაჰვეზე. ადონაიზე იყო, იეჰოვა ღმერთზე. და იაჰოვას კი არ თარგმნიან ესე, როგორც იაჰვეს ვამბობთ, ხა ეს ინიციალებია თორე. კითხულობენ ადონაის და ცხეთურ ნაწერში წერია ადონაი უფალია თარგმნილი. ეზეკიას მე-11 თავში, მერვე მოხში. თუ ადონაი უფალს ნიშნავს, ეთარგმნათ უფალი, რა თქვინდა ებრაული სიტყვა ადონაი. ადონაი თარგმნეს იაჰვეს ადგილას. წავედი აბა დაგემშვიდობებით ახლა. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება რა. აბა დროებით.